საღამო მშვიდობისა. ჩვენ დღეს გვაქვს ლაივი და ამ ლაივის ამოცანა არის ვიმსჯელოთ ქართული ოცნების ინიციატივაზე, რაც გულისხმობს დიასპორისთვის ხმის უფლების შეზღუდვას. რაც ფაქტობრივად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც რაღაც მოქალაქეობის ჩამორთმევა. დღეს ამ ლაივზე თქვენს კითხვებს უპასუხებთ მე, ვახუშტი მენაბდე, პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი და ნინო კაპანაძე, საჯარო სამართლის სპეციალისტი, საარჩევნო საკითხების კარგი მცოდნე. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა როგორც უშუალოდ საარჩევნო მისიებში, სადამკვირვებლო მისიებში არჩევნებზე, ასევე იკვლევდა საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას, საქართველოს კანონმდებლობას და ასე შემდეგ. და ჩვენ მზად ვართ, რომ გავცეთ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრია და რაღაცა კითხვების ნაწილი უკვე შემოგვივიდა კიდევაც წინასწარ. ჩვენ პირველ რიგში დავიწყებთ სწორედ ამ წინასწარ დასმული კითხვებით, ისინი დავაჯგუფეთ, დავახარისხეთ და გარკვეული მსჯელობის მიმართულება შეიძლება ამანაც მოგცეს, შეიძლება კი არა აუცილებლად მოგცემს და გარკვეული პასუხები თქვენს გულწრფელ კითხვებზე ჩვენ მოვამზადეთ. თუმცა იქამდე ალბათ არ იქნება ცუდი იმის თქმა, რომ იმის გახსენება უფრო სწორად, რაც წარმოადგენს საარჩევნო ხმის უფლება, ეს არის ფუნდამენტი დემოკრატიული წესწყობილების და დემოკრატიული წესწყობილება სხვა არაფერია თუ არა მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის მართვა, ხო? იმით განსხვავდება დემოკრატია მართლობის ყველა სხვა ფორმისგან, რომ ადამიანები საკუთარი თავის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ხო? იმის შესახებ, ვინ უნდა იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მმართველი. ეხლა დავანებოთ თავი ამ კრიტიკას, რომელიც არსებობს წარმომადგენლობით დემოკრატიის მიმართ, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვიზიარებდეთ კიდევაც, ეს უკვე საქართველოში ძალიან დიდი ფუფუნება ამაზე მსჯელობა, ჩვენ საბაზისო რაღაცებზე ვლაპარაკობთ, ხო? ამის განმანათლებლობის დასაწყისში რა დისკუსიაც იყო, იმ დისკუსიაში ვართ, რომ ადამიანებს ხელისუფლება ერთი ადამიანისგან უნდა იღებდეს თუ არა ლეგიტიმაციას, მეორე ვის უნდა ქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს წარმოიდგინეთ როგორი სიგიჟია, რომ არ ვიცი, ალბათ 2 საუკუნის წინ, საუკუნე ნახევრის წინ იყო მსჯელობა მაგაზე, რომ მოქალაქეების რა ნაწილს შეიძლება ქონდეს უბრალოდ იმ ადამიანებს ცხოვრობს გარკვეულ ვინც ექვემდებარება გარკვეული იურისდიქციას, ხო? ცხოვრობს ამ ქვეყანაში ან არ ცხოვრობს, მაგრამ სხვანაირად ექვემდებარება. რა უფლებები უნდა ქონდეს და საერთოდ უნდა ქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება თუ არ უნდა ქონდეს და აი მაშინ იყო 2 საუკუნის და საუკუნის ნახევრის წინ, რომ აი ვიღაცებს უნდა ქონდეთ ამ უფლება, ვიღაცებს არ უნდა ქონდეთ. აი მაგალითად ქალებს არ უნდა ქონდეთ, კაცებს უნდა ქონდეთ. ან თქვათ არისტოკრატიასო წარმოშობის მიხედვით, ან თქვათ შემოსავლის მიხედვით, რომ აი ამდენი თუ გაქვს შემოსავალი და გადასახადს თუ იხდი, ან თუ რაღაცა განათლების ცენზი გაქვს და დღეს არის ფაქტობრივად ამ დონეზე დავიდა, ხო? დისკუსია, რომ მილიონზე მეტ მოქალაქეს საქართველოს მმართველმა რეჟიმმა უთხრა, რომ შენ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებ. ეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილება არის, ხო? და უპირისპირდება ამ ბაზისურ საკითხს, რომელიც არის დემოკრატიის ფუნდამენტი, რომ ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ყველა მოქალაქე მიიღოს გადაწყვეტილება და ყველა იყოს იმ პროცესში ჩართული, ვინ უნდა მართოს, ვის აქვს უფლება და ვის უნდა მიუცეს შესაძლებლობა, რომ მართოს ჩვენი სისტემა. ჩვენთან ერთად ასევე არის ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი დავით გოგიშვილი, რომელიც არის თვითონ ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე ბევრი წელია, დათო ძალიან აქტიურად არის ჩართული ბოლო
პერიოდში ამ სიახლის გაპროტესტებაში, ამაზე მსჯელობაში, დიასპორის მობილიზებაში და დათოს ჩართულობაც აი ამ დისკუსიაში იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თვითონ მას ეხება და აქ ძალიან ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია, ვისაც ეს პრობლემა უდგას და ვინც ქართულ დიასპორას წარმოადგენენ მთელი მსოფლიოს გარშემო. ძალიან ბევრი საკითხია ეხლა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, აქამდე როგორ ხორციელდებოდა ეს უფლება და საქართველოს შემთხვევაში რომ ეს არ იყო აქამდეც ნორმალურად რეალიზებული, რა შედეგებს აჩვენებდა და რითი შეიძლება იყოს ეს ქართული ოცნების ეს სურვილი განპირობებული და ასე შემდეგ. მოკლედ შეგვიძლია ამაზე გავხსნათ საუბარი, დისკუსია და კიდევ ერთხელ ველოდებით თქვენს შეკითხვებს. მოდი ახლა ნინო გვითხარი 1-2 სიტყვა და მერე უკვე დათოც ჩაერთვება ჩვენს დისკუსიაში. ძალიან მოკლედ როგორ ვთქვა, საქართველოში ეს უფლება როგორ ჩამოყალიბდა და როდიდან არის და აი დღეს რო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ეს საერთოდ პრეცედენტი ქართულ რეალობაში როგორ არის პრეცედენტი? მეც მოგესალმებით ყველას. დავამატებ დათოსთან მიმართებაში, რომ მან შექმნა პეტიცია ემიგრანტებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ჯგუფშიც ემიგრანტების უფლებებზე და შემდეგ უშუალოდ ისაუბრებს როგორც ემიგრანტის გამოწვევებზე და პრობლემებზე. რაც შეეხება ხა საქართველოში ემიგრანტების უფლებებს, ესეთი დონის შეზღუდვა ემიგრანტების უფლებების, რომ მათ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობა, მსგავსი არასოდეს არ ყოფილა. განსაკუთრებით ეს პრობლემა არის მზარდი ემიგრაციის პირობებში, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ადრე გასულ წლებშიც ემიგრანტები სრულყოფილად ისედაც ვერ მონაწილეობდნენ არჩევნებში, იმიტომ რომ იცის, რომ საზღვარგარეთ არ იქნებოდა საკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნები. ზოგიერთი იყო ძალიან დაშორებული. ქართველი ემიგრანტების საცხოვრებელი ადგილიდან და აჩვენებდა ეს სამწუხარო მონაწილეობის მაჩვენებელს. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ სამი არჩევნები ჩატარდა საქართველოში და 2024-ში გასულ წელს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მონაწილეობის და თითქმის 4-ჯერ იყო გაზრდილი ემიგრანტთა მონაწილეობა არჩევნებში. რაც შეეხება ამ ცვლილებებს, რაც დაანონსეს და შემოიტანეს, ჯერ რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული. რით ასაბუთებენ ამ საჭიროებას? რატომ დასჭირდათ ის, რომ ემიგრანტებისთვის შეეზღუდათ საარჩევნო უფლება? ემიგრანტები შეკითხვა ხო? თუ არა, მორჩი ეს ასი დამფარო და მე დათოზე გადავიდე. კი. ემიგრანტებს როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, თურმე არ აქვთ სრულყოფილი წარმოდგენა და ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. არ არიან ისინი ინფორმირებულები, შეიძლება დაექვემდებარონ უცხოეთის გავლენას და ამის გამო უმჯობესია, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ მისცენ ხმა. მეტიც უნდა ჩამოვიდნენ არა, ზოგიერთმა დეპუტატმა ისიც კითხვა, რომ კეთილი ინებონდა ჩამობრძანდნენ საქართველოში. აი რატომ ვერ განახორციელებს სახელმწიფო ესე იგი მიმჩარევის პრევენციას, რაც ქართულმა ოცნებამ დაუდო საფუძვლად ამ ცვლილებებს. ეს ცოტა აბსურდულია. აი ფაქტობრივად თავიანთი ქვეყნის საელჩოებს აბრალებენ იმას, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ თავისუფლად ხმის გამოხატვას საზღვარგარეთ. ანუ რაღაცა იქ გავლენას ექვემდებარები, ხაერს ჩაყლაპავ აქ და უცებ გამოფხიზლდები რამდენიმე საათიანი გზავრობის შემდეგ. ბალღამიდან გავხვალ და აეროპორტიდან სანამ მიხვალ საარჩევნო უბნამდე გაიფანტება ეს. უცებ წარმოდგენა შეექმნება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და სინამდვილეში კი პირიქით არის, რომ ემიგრანტებმა ყველაზე უკეთიციან ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაში არის. ხო, ნუ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ძალიან ბევრი ვარ ვილაპარაკოთ ხა ემიგრანტებზე, ემიგრანტების ნაცვლად.
აი დათო ჩავრთოთ და მოვისმინოთ როგორ რა პერსპექტივა არის იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, როდესაც აი ამ ცვლილებებს ისმენენ და უყურებენ. დათო შეგიძლია? გამარჯობა ნინო, გამარჯობა ვახუშტი, მივესალმებით ჩვენ ლაივის მაყურებლებს. დიდი მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მოკლედ დავიწყებ საქართველოს ფარგლებს გარუცხორებ და ახლა 13 წელია. ძირითადი მიზეზი ჩემი საქართველოს წასვლის იყო დაკავშირებული ნაწილობრივ პოლიტიკურ პერსპექტივებთან, პერსპექტივებასთან იმ დროს, როდესაც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი, ანუ ვფიქრობდი 11-12 წელს, რომ იმ დროინდელი მთავრობა არასდროს აღარ შეიძლებოდა და ჩემი მოქმედების არეალს რაღაც განსაკუთრებით შეზღუდულად ხედავდი და მეორე მხრივ იმ საქმიანობაში, სადაც ჩართული ვიყავი, ურბანული აქტივიზმი, ხვდებოდი, რომ მეტი ინფორმაცია და ცოდნა მჭირდებოდა და ქართული რეალობა არც მაშინ, არც დღეს სამწუხაროდ არ უზრუნველყოფს იმას, რომ უკეთესი განათლება მიმეღო ამ მიმართულებით. შემდგომ საქართველოს გარეთ დავრჩი, იმიტომ რომ უბრალოდ აკადემიურ სფეროში და მეცნიერებაში ღირსეული მოღვაწეობა ფაქტიურად წარმოუდგენს, ძალიან შეზღუდულია და ესე გამოვიდა, რომ წლებია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობ. თუმცა ეს არასდროს არ ნიშნავდა იმას, რომ რამენაირად ან ინტერესი მქონოდა ნაკლები, ან ინფორმაციის წყარო იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა ვითარებაა და ასე შემდეგ. მეტიც შემიძლია დავამატო, რომ ემიგრანტის ცხოვრების ერთი სირთულე შეიძლება ნაწილობრივ და მეორე მხრივ ასე ვთქვათ, მომხიბვლელი მხარე ის არის, რომ ის რამდენიმე სოფლიოში რამდენიმე ქვეყანაში ან კულტურაში მიმდინარე პროცესებით არის დაკავშირებული, რაც ნაწილობრივ სირთულეა, ნაწილობრივ ეს სიმდიდრე არის, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, გამდიდრებს, ასე ვთქვათ, ემოციურად, ინტელექტუალურად, კულტურულად და ასე შემდეგ. და ნუ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ცვლილება წარმოგვეწია, რომელსაც ქართული ოცნება ნათლად ცდილობს, რომ უკანასკნელ რამდენიმე არჩევნებში გაუარესებული შედეგი, რაც მათ აქვთ არჩევნების პროცესში, ბოლო არჩევნებში დაახლოებით 15% მიიღეს ხმა სოფლიოს გარშემო და ზოგიერთ ქვეყანას თუ გადავხედავთ, იქ საერთოდ 10% ჰქონდათ. ეს ნათელს ხდის მათი мотиваცია რა შეიძლება იყოს. თუმცა არგუმენტები, რასაც დღეს ვისმენთ და ის თქვათ მაგალითები ასევე რომ სხვა ქვეყნებშიც არის ასე, არის ფაქტიურად ჩვენი მოტყუება, საზოგადოების მოტყუება საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ და უპატივცემულობა მილიონამდე ადამიანის, რომელსაც აღელვებს აქტიურად თუ რა ხდება მის ქვეყანაში. მაგალითად ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებშიც ასე არის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში რაღაც ასე რომ არის, საერთოდ არ წარმოადგენს არანაირი გამსამართლებელ საბუთს მეორე ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე და თუმცა ის ქვეყნები, ძირითადად, სადაც საზღვარგარეთიდან ხმის მიცემის უფლება არ არის დაცული ან წარმოდგენილი, არიან ისეთი ქვეყნები, სადაც განსაკუთრებით დიდი არის საერთაშორისო დიასპორა ამ ქვეყნის მსოფლიოს გარშემო. მაგალითად ეს არის ირლანდია, ისრაელი, მალტა, სომხეთი, ანუ და პოტენციურად ხმის უფლების მქონე ადამიანების რაოდენობა მსოფლიოს გარშემო იმ ქვეყნებისთვის ზოგჯერ ადგილობრივ მოსახლეობაზე მაღალი, ანუ მართლა არსებობს საფრთხე, რომ საზღვარგარეთ მიღებული გადაწყვეტილების ქვეშ მოუწიოთ ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება, რაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არამართებია, რადგან ეს პოლიტიკური ეროვნება იმ დიასპორის წარმოადგენზე ნაკლებად ახდენს გავლენას. თუმცა ისიც სადავოა დღევანდელ დღეს უკვე შენ სამშობლოში პოლიტიკური ვითარება შენზე რამდენად ახდენს გავლენას, შენ საზღვარგარეთ რომ ცხოვრობ, იმიტომ რომ მასთან გაქვს ემოციური კავშირები, ხშირად ეკონომიკური და ასე შემდეგ. მეორე არის ინფორმაციის საკითხი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ ერთის მხრივ შეცდომაში შეიძლება ვიყოთ შეყვანილი თუ საქართველოში
ასე ვთქვათ, არჩევნების ვთქვათ, ერთი თვით ადრე არჩეულად და ისე არ მივიღებთ ინფორმაციას რა ხდება ქვეყანაში, ეს სრულიად ერთის მხრივ სასაცილოა და მეორეს მხრივ არის შეურაცხყოფელი ჩვენ ემიგრაციაში მცხოვრებ ადამიანებზე ამბობს, რომ ჩვენ ერთიო ინფორმაციის მიღების საშუალება არ აქვს და მეორე ამ ინფორმაციიდან კრიტიკული რაღაც ანალიზით დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, ანუ ეს 100,000-ობით ადამიანზე ძალიან ცუდ რაღაცას ამბობს, ასე ვთქვათ, და მეტიც არა მარტო კრიტიკული მედიებისთვის მიგვიწევდა ხელი, ასევე იმ პროპაგანდისტული მედიებისთვისაც მიგვიწევდა ხელი, რომელზეც ქართული ოცნება ადგილობრივ კონტექსტში უფრო მეტად არის, ასე ვთქვათ, დამოკიდებული და წარმატებით იყენებს მათ და შიგადაშიგ იმედის ყურებაც შემიძლია და იქიდან რაღაც გადაწყვეტილების გამოტანა. ეს ერთი და მეორე ასევე გვეუბნებიან, რომ აბა ეს პაპუაშვილს ეკუთვნის ეს განცხადება, რომ აბა გაბედოს ვიღაცამ გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ან სხვა ქვეყნის მოქალაქემ და იქაურმა მთავრობამ თუ თქვა, რომ აი ოცნებას არ მისცე ხმა, აბა გაბედოს და არ მისცეს. ну ესეც სასაცილოა უბრალოდ არავის არ აქვს თქვა განსაკუთრებული ილუზიები რომ ესე რომ სოფლიოში ყველა ქვეყანა რაც დასავლეთით არსებობს идеალურ რაღაც პოლიტიკურ სისტემაშია თუმცა ქვეყნები სადაც შეიძლება რომელიღაცა მთავრობის რომელიღაცა მთავრობამ შენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქონიოს გავლენა უფრო ძირითადად აი დღევანდელი ქართული ოცნების მოკავშირე ქვეყნები რო ხდებიან და უფრო იქ არის ვიდრე თქვათ შვეიცარიაში თუ ფინეთში თუ ასე შემდეგ. და მესამე ეს ასევე ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური, ასე ვთქვათ, წევრის განცხადება იყო, სახელი და გვარი არ მახსოვს ახლა, მაგრამ ის ამბობს, რომ მოკლედ საზღვარგარეთ ცხოვრები ადამიანების კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში იმდენად მაღალი არაა ჯერ ეს ერთი სტყუილი თქვა ციფრებით. და მეორე ის რომ ამ გადასახადებიდან ესე იგი ბიუჯეტში არ ამ გადარიცხვებიდან ბიუჯეტში არაფერი არ მიდის ესეც სტყუილია არსებობს DGG არსებობს სხვა ტიპის გადასახადები თუნდაც ის რომ ფული ეს გადაირიცხება საქართველოს და შემდეგ ის ფული იხარჯება საქართველოში ასევე პირდაპირი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკისთვის ხშირად საერთაშორისო გზავნილები საქართველოს რაც იღებს მისი დიასპორიდან კვადრატებულ უცხოურ ინვესტიცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მეტია აი იყოს ნებისმიერმა ადამიანმა ორი ვთქვათ სვადი და შეადაროს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რამდენია პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და რამდენია გზავნილი საქართველოს მოქალაქის უცხოეთიდან საქართველოში თითქმის ყოველთვის ეს მეორე მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. და სწორედ ანუ ამ არგუმენტების ერთობა არის ის რაც სრულიად აბსურდულად წარმოჩენს იმ ცვლილებას რაც ქართული ოცნება თავაზობს და ბოლოს საქართველოს მოქალაქის მოქალაქეობა არ განისაზღვრება მისი დროებითი საცხოვრებლის მიხედვით და იმის გამო ვიღაცას ან უკეთესი განათლების მიღება უნდა ან საცხოვრებლად ან სამკურნალოდ ან უკეთესი სამსახურის და საკუთარი ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა არ უნდა წარმოადგენდეს ასე ვთქვათ მისი დასჯის მექანიზმი და ქართული ოცნება დღეს ჩვენ საზღვარგარეთ ცხოვრებას და სხვა კულტურებთან ზიარებას და ზოგადად იმ ამბიციის ხონდას რომ სადღაც სხვაგან ვიცხოვროთ და რაღაც პერიოდით კიდე გავიუმჯობესოთ სახელი ან ჩვენ სფეროში რაღაცას მივახციოთ უფრო მეც ამას იყენებს ჩვენ დასამადლებლად და ასე ვთქვათ დასარჩევად რაც ანუ ეს მოკლედ ეს ერთიანობა ყოველთვის სრულიად ამორალურად ხდის ამ ინიციატივას თუმცა რომ ასე ვთქვათ დავასრულო არჩევნების შედეგებს რომ შევხედოთ ბოლო რამდენი არჩევნების შედეგებს ეს ყველაფერი ეს ფერი მათი ინიციატივა ძალიან გასაგები ხდება ერთის მხრივ საკუთარი შედეგების მიხედვით და მეორეს მხრივ მაგალითად შეიძლება იქით მოლდოვაში გაიხედოთ ან სხვა ქვეყნებში და იქ დიასპორა რა როლიც ითამაშა ბოლო წუთებში გადაწყვეტილების ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაში აი ზუსტად ამის ეშინიათ და ახლა ვცდილობენ რომ ჩვენ წაგვართვან ეს ხმა და მნიშვნელოვანია რომ ამ პეტიციის გარშემო გავერთიანეთ არა მხოლოდ იმიტომ რომ ქართული ოცნების ინიციატივა ეს ეს საარჩევნო უფლება ჩემთვისაც და სხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებისთვისაც ერთნაირად შეიზღუდება ან ერთნაირად იქნება დაშვებული და საქართველოს ჩამოსვლაზე და ასე შემდეგ შემიძლია შემდეგ ვისაუბრო ძალიან უარ გამიგრძელოს ამბებს.
მადლობა დათო. შენ ძალიან კარგად ილაპარაკე იმაზე, როგორ მონაწილეობს დიასპორა ეკონომიკის ჩამოყალიბებაში ერთი მხრივ, მეორე მხრივ როგორ ბმა, რომელიც მუდმივად ნარჩუნდება და ჩვენი ემიგრანტები მუდმივად ინარჩუნებენ ბმას სამშობლოსთან, ძალიან ინფორმირებულებიც არიან, ჩართულებიც არიან, ძალიან ბევრ საზოგადოებრივ ინიციატივაში, ახლა კიდევ მაგას დავამატებ, რომ ძალიან ბევრ საზოგადოებრივ ინიციატივაში ძალიან დიდწილად ემიგრანტების ფინანსური მონაწილეობა იყო იმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ინიციატივები გამოსულიყო, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით ძალიან ჭირდა ხოლმე ფინანსების მოკრება საზოგადოებაში და სახალხო დაფინანსების მექანიზმების ამუშავება და ემიგრანტების წილი ყოველთვის ძალიან დიდი იყო ამაში და არასდროს არ ქართულ ემიგრაციას უკან არ დაუხევია ამ ნაწილზე ანუ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომელიც მოქალაქეს უნდა კონდეს ხო ჩვენს ემიგრაციაში ძალიან მაღალ დონეზე არის გააზრებული და აღქმული და ეს ბევრნაირად გამოიხატება ხო გამოიხატება ეს სოციალურ ქსელებში გამოიხატება ეს საზოგადოებრივი ინიციატივების დაფინანსებაში და გამოიხატება ეს საარჩევნო პროცესებშიც ხო ეხლა ნინო შენ რაც თქვი რომ ბოლო არჩევნებზე გაოთხმაგდა წინა არჩევნებთან შედარებით და კიდევ უფრო და უფრო მეტის მოლოდინი არსებობდა როგორც ჩანს და ეს იმის გათვალისწინებით რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ქართულ ემიგრაციას რაც შეიძლება გართულებოდა ხმის მიცემა და უწევდათ რაღაცა წარმოუდგენელი შორის მანძილების დაფარვა და შემდეგ რიგებში დგომა და მაგრამ აი ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას რომ სამოქალაქო ვალდებულების შეგრძნება ძალიან მაღალია და ზუსტად ამის შეეშინდა ქართულ ოცნებას და ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი რაც დათომ ძალიან კარგად ახსნა კიდევაც თუ ამას დავამატებთ კიდე ზევიდან იმას სხვა ქვეყნებში როგორ გავითარდა მოვლენები ემიგრაციის საარჩევნო პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით მე მინდა ეხა ნინო შენ გკითხო სანამ და თუ ლაპარაკობ და მე ჩავხედე ამ კითხვებს რომლებიც გვაქვს ჩვენ და ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ის რა ბერკეტები აქვს მოქალაქეებს აი რა შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკური თვალსაზრისით და სამართლებრივი თვალსაზრისით და მოდი ჯერ დავიწყოთ იმით რა შეიძლება გააკეთოს სამართლებრივი თვალსაზრისით და მე ისევ დათოსთან გადავალ პოლიტიკური თვალსაზრისით რას აკეთებს დათო რას აკეთებენ სხვა ქართველები და კიდევ რის გაკეთება შეიძლება კი ბატონო ეს შეკითხვა რა ბერკეტები აქვს და რა შეუძლიათ სამართლებრივად გააკეთონ ძალიან ბევრი მოქალაქემ დასვა ჩვენი ემიგრანტები რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ერთადერთი ბმა რაც შეიძლება სახელმწიფოს მართვასთან ჰქონდეთ არის საარჩევნო ხმის უფლება რომელსაც ფაქტობრივად ართმევენ აღარ იარსებებს საზღვარგარეთის სიები მოქალაქეების და ის მთლიანი სია იარსებებს მხოლოდ რომელშიც შეძლებათ ხმის მიცემის უფლება ჯერჯერობით ეს კანონი ეს კოდექსის ახალი ვერსია არ მიუღიათ მხოლოდ პირველით არის კი ბატონო არ გაუჭირდებათ ძალიან მალე უკვე ერთი კვირა გავიდა და დანარჩენი ერთ კვირაში ვიცით რომ ორ დღეში ვიღებთ ხოლმე ჩვენ კანონებს თეორიული თვალსაზრისით ნამდვილად შეიძლება რომ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის კონტექსტში თუმცა ყველას კარგად მოიხსენება ჩვენთან სასამართლოების მდგომარეობა და რთული არ არის უბრალოდ იმ პერსპექტივის ახლავე წარმოდგენა რა ელის ამ ყველაფერს სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც
ამ შემთხვევაში მინდა რომ ქართული ოცნება აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველაფერს და ერთადერთი ემიგრანტების ხმას ვერ აკონტროლებდა და ახლა შეუძლია არჩევნებში მათი ხმაც სულ მცირე შეამციროს მაინც და მანიპულაციებს დაუქვემდებაროს ის სიები ანუ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება სარჩელი შევიდეს ფორმალურად, მაგრამ არანაირი იმედი მან ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას განიხილავს ობიექტურად და ადამიანებისთვის სასარგებლოდ არ განიხილავს ყველაზე რაღაც რბილ ეგ არის ერთი. ეს ერთი შემთხვევა კი ბატონო შესაძლებელია საერთაშორისო მექანიზმებსაც მიმართოს ამ შემთხვევაში მოქალაქემ თუმცა მოდით შევაფასოთ ახლა რა არის ეს საერთაშორისო სტანდარტები რასაც ან სხვა ქვეყნები მიყვებიან ან ევროპის საბჭო რომლის წევრი ქვეყანაც ვართ იქ როგორი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის საკონსტიტუციო სასამართლოს მერე პირველი რაც თავში მოდის არის ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლო მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის განხილვის ვადები არის ძალიან დიდი. უფრო მეტი. თან ეს არ არის ისეთი საქმე, საარჩევნო ხმის უფლება არ ითვლება პრიორიტეტულ უფლებად, ახლა ეს რო იყოს სიცოცხლის უფლება, ვიღაცა ციხეში იჯდეს და რაღაც ეგეთი წამება, ხო? იქ შეიძლება რაღაცა დაჩქარების მექანიზმი ამუშავდეს და სასამართლო ურიგოდ განიხილოს და ასე შემდეგ, მაგრამ მინიჭებაში დიდი არის სახელმწიფოების დისკრეცია და მათ უნდა გააკეთოს. ამიტომ მინიმუმ 7 წელი შეიძლება გაიწელოს ამ საქმის განხილვა, რაც აი ძალიან არაეფექტიანია საბოლოო ჯამში უფლების დაცვის თვალსაზრისით, ხო? ამიტომ იურიდიულად ძალიან რთული არის ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების იმედი გქონდეს, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნებას ემსახურება და ქვეყნის გარეთ კიდე რამდენიმე წელი სჭირდება ამ საქმის განხილვას. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეიძლება მიმართოს ადამიანმა და მოითხოვოს საკუთარი, ვთქვათ, ინდივიდუალური ან კოლექტიური სარჩელით საკუთარი უფლებების დაცვა. უბრალოდ ხო ამისი მოლოდინი არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალიან სწრაფად განიხილავს ამ საქმეს. მაგრამ სხვა ქვეყნების ზედაკვირვებამ ასეთ ნაწილში აჩვენა ის, რომ ავტოკრატიული ქვეყნები ხედავდნენ რა არჩევნების შედეგებს წლების განმავლობაში, როგორ იყო მათ წინააღმდეგ მიმართული და სწორედ ამის შემდეგ მოხსნეს ემიგრანტების არჩევნო უფლებები. და მათი სიები ჩასვეს ძირითად სიებში და ყველა ესე აჩვენა, ყველა ავტოკრატიულმა ქვეყანამ. და თუ შევხედავთ კიდევ ტენდენციას სხვა ქვეყნებში როგორ არის მათი უფლებები. უფრო და უფრო მცირეა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც აი ამ დონეზე უზღუდავენ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ვენეციის კომისიამ სხვათა შორის ძალიან ბევრ გადაწყვეტილებაში, ძველ გადაწყვეტილებებში, ხო, დასკვნებში, კი, რა თქმა უნდა, შეფასებებში, ძველ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, ახსენებდა ერთ-ერთ საფრთხედ, რასაც ვთქვათ, ქართული ოცნება ხა ამბობს, რომ არ არიან ინფორმირებული ემიგრანტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და გაუჭირდებათ მათ შეფასება, თუმცა ინფორმირებაზე ხო უკვე ვისაუბრეთ და ვენეციის კომისია მოუწოდებს, რომ ეს არის, ესე იგი, დადებით ტენდენციად შეფასდა ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო პროცესში და შეაფასა როგორც სტრატეგია, რომელიც აი სტიმულირებას უკეთებს აი წარმოშობის ქვეყნისადმი ერთგულებას და მათთან. ხო, ემიგრანტების უფლება რატო არის საარჩევნო უფლება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს საარჩევნო უფლება უმეტესად მიბმულია ძირითადად მომავალზე და ემიგრანტები ითვლებიან ისეთ პირებად, რომელთა პერსპექტივა არის დაბრუნდნენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მათ მოსწონთ. სხვანაირად ისინი ვერ დააფიქსირებენ ამ თავის საარჩევნო პოზიციას, თავის ზოგადად პოლიტიკურ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თუ არა ეს არჩევნებში მონაწილეობა. ხო, ანუ პერსპექტივი თვითონ მონაწილეობენ ამ პერსპექტივის შექმნაში და თუ ბრინდებიან, უნდა დაბრუნდნენ ისეთ ქვეყანაში, რომ აი თავისი ის რაც აქვთ დანაკლისი რის გამოც წავიდნენ, ხო? აი და თოლაპარაკობდა, ზოგი წავიდა ეკონომიკური პრობლემის გამო, ზოგი წავიდა უკეთესი პროფესიული განვითარების პერსპექტივით, ზოგი განათლების გამო. აი
იგივე ან სულ ცოტა ბევრად უარესი ვითარება არ უნდა დახვდეს ქვეყანაში, რომ ამ ადამიანებს უკან დაბრუნება მოუნდათ და ხოსუ მაგაზია ლაპარაკი, რომ აი გადინება და საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ წარმოშობის ქვეყანას, სამშობლოს ტოვებენ, მიდიან, ოჯახები იხლიჩება, მშობლების და შვილებს შორის ან თქვათ მეუღლეებს შორის ან სხვა ნათესავებს შორის ეს მიმართებები იკარგება ან ეს ტერიტორიული დაშორების ტენდენცია საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ადამიანები ემოციურად იტანჯებიან ამის გამო ყველაფერს თავი დავანებოთ ის რომ გარდა იმისა რომ ქვეყანა კარგავს შრომით რესურსებს ინტელექტუალურ რესურსებს განვითარების შესაძლებლობებს და ზიანდება ანუ ჩვენ ზიანდებით როგორც თქვათ პოლიტიკურ დონეზე პოლიტეკონომიურ დონეზე ასევე ჩვენ ზიანდებით ინდივიდუალურ დონეზეც ხო ემოციურ დონეზე. ამიტომ ეს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა სამართლებრივი და უფლებების საკითხი, ეს არის ინტერესების საკითხი, რომ ემიგრანტების ინტერესები იყვნენ ისინი დაკავშირებული ქვეყანასთან და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის განვითარებაში იმგვარად, რომ დააჩქარონ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. დათო აი ამ პოლიტიკურ ბრძოლაზე და პოლიტიკურ ნაბიჯებზე მოგვიყევი რას აკეთებთ ახლა ეს პეტიცია სოციალურ ქსელებში აქტიურობა იმისთვის რომ კონსოლიდირება მოხდეს ემიგრანტების და უფრო ხმამაღლა ისმოდეს მათი ხმა იმისთვის რომ აი არ მარტო ის რომ რეჟიმი მაიცოდეს რომ ადამიანები რომელიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ გაბრაზებულები არიან მასე არამედ ისიც რომ ამ ადამიანების ახლობლები ვინც საქართველოში ცხოვრობენ ასევე უკმაყოფილოები არიან იმით რომ მათ ოჯახის წევრების ინტერესები ილახება. მადლობა ხტი. ესე იგი პეტიციის თვალსაზრისით და ანუ აქტიობის თვალსაზრისით რასაც ვაპირებთ რაზეც ვფიქრობთ, აი რამდენიმე წუთის წინ სანამ ეს შეხვედრა დაიწყებოდა ვიყავი შეხვედრაში, სადაც დიასპორის წევრები ხვდებოდნენ ქალბატონ სარამე ზურაბიშვილს და იქ ასე ვთქვათ წარმოადგინეს პეტიციის საკითხი. საინტერესო იყო რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია რომ ბევრ ადამიანს მიოწინეთ ხმა და ეხლა დღეს ვისაც ველაპარაკებთ, თითქმის ყველა მეუბნება რომ უკვე მოვაწერე და გავუგზავნე ყველას იმ შეხვედრაში, სადაც იყო დაახლოებით 50 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან, თითქმის არავინ არ იცოდა პეტიციის შესახებ. რაც ერთის მხრივ კარგია, ანუ იმ ფაქტს რომ ესე იგი შეხვედრის მე მოემატება ინფორმირებული ადამიანების რაოდენობა და ისინი სავარაუდოდ დაგვიჭერენ მხარს, მეორეს მხრივ ასე ვთქვათ ამოუცნობს ხდის ჩემთვის კომუნიკაციის საშუალებები როგორ უნდა იყოს რომ მივაწვინოთ სხვა ჯგუფებსაც ხმა რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ წრეში არ არიან და ამ ეტაპზე მათთანაც განვაცხადე და ასე ვიტყვი რომ მე მგონი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია რომ ეს პეტიცია ისევ გავრცელდეს ეს პეტიცია არ ეხება მხოლოდ საზღვარგარეთ ცხოვრებ ადამიანებს ეს ჩვენი ასე ვთქვათ განცხადებაა მაგრამ ჩვენ ვთხოვთ ხალხს ხარი დაგვიჭიროს იმიტომ რომ მილიონი საქართველოს მოქალაქის ჩამოშორება საარჩევნო პროცესიდან საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვისაც მე მგონი გასაგები უნდა იყოს რომ არადემოკრატიული ანუ არის დისკრიმინაციული და მე მგონი ყველა საერთო ინტერესში არის რომ ვის საქართველოს მოქალაქეა მათ ყველას ჰქონდეს თანაბრად ხმის მიცემის უფლება და იმისთვის რომ ეს ყველაფერი თქვათ უფრო გავაძლიეროთ ერთი არის მოვაწეროთ პეტიციას ხელი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ჩვენ ახლოს ყოფი თქვათ 5 ადამიანი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მათ გაუგზავნოთ ეს ასე ვთქვათ პეტიციის ლინკი, აუხსნათ მისი მნიშვნელობა და ასევე ვთხოვოთ მათ რომ ხელი მოაწერონ და სასურველია გაუგზავნოთ ასევე სხვებს, იმიტომ რომ ხელის მოწერა და ინფორმაციის გავრცელება თანაბრად არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის გავრცელება იმაზე გასაგებად მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ მე ხა მოვაწერ ხელს და თუ არა და მეორე ადამიანი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ამ მთელი პროცესის, ასე ვთქვათ, ადამიანური მხარე და ადამიანური ისტორია, იმიტომ რომ ემიგრაციაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ბიზნესისკენ სწრაფისკენ არის მიმართული, ასევე სოციალურად და კულტურულად საკმაოდ ასე ვთქვათ, ანუ
ძიმე რაღაც ეტაპების გავლას გულისხმობს და ამ ყველაფრის გავლის პარალელურად ან შემდეგ სახელმწიფო რო გადაგიწყდეს რომ ეხა შენ აღარ უნდა მიცე ხმა და საქართველოს თუ ჩამოხვალ უნდა დაემშვიდობო შენ პოლიტიკურ უფლებას არის სრულიად აღმაშფოთებელი და ჩემი აზრით ჩვენ ამ ისტორიებს რო ყვებით ჩვენი თვალსაჩინოდან ეს გაცილებით უფრო გვეხმარება ხვევს დავანახოთ აი ამ პროცესის მნიშვნელობა და იმისთვის რომ ცოტა უკეთესად ორგანიზდეთ უფრო არის ჯგუფი ემიგრანტები ხმის უფლებისთვის სადაც ან ამ ვიდეოებს ვაზიარებთ ან ინფორმაციას ხმის მიცემის შესახებ ან ორგანიზების შესახებ და ასე შემდეგ და დღეს ამ შეხვედრის დროს კალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ასევე გადავწყვიტეთ იქ გახდა გასაგები რომ უამრავი ორგანიზაცია ან დიასპორული ჯგუფია ფორმალური ან არაფორმალური მაგრამ ჩვენ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და ამიტომ შეხვედრის დროს შევქმნი ეს Google-ის ესე ვთქვათ ფორმა რომელსაც გამოვიყენეთ უბრალოდ ინფორმაციის შესაგროვებლად ამ ჯგუფების შესახებ რომ ადამიანებს შეუძლოთ ერთმანეთთან დაკავშირება და მაგალითად გამოვიყენოთ ამერიკაში არსებული ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სხვადასხვა გაერთიანებების და ორგანიზაციების ნაბიჯი რომლებიც დაახლოებით 20 ორგანიზაციამ გადაწყვიტა რომ გაერთიანებულიყვნენ აი ამ უფლების დასაცავად და ეს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მე მგონი ესეთი იშვიათი შემთხვევაა რომ რაღაც განსხვავებებს გადადებენ ადამიანები გვერდზე და გაერთიანდებიან რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ან სოციალური თუ ეკონომიკური რაღაც კონკრეტული ბიზნეს ასე ვთქვათ ან უფლების დასაცავად და მათ მიმართეს საპროტესტო წერილით ამერიკის საელჩოს ზოგიერთი ამბობს დღეს რომ საელჩოები არაფერს აღარ აკეთებენ და ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება ბევრს აღარ არაკეთებენ მაგრამ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი საზღვარგარეთ ცხოვრები ადამიანებისთვის ზეწოლის საშუალება სახელმწიფოზე და იმ ადამიანებზე ვინც იქ მუშაობენ და ამ კუთხით მეტი ისეთი არაფერი ამ წუთას არ მაქვს თქმელი მაგრამ მინდა დაუბრუნდებლოთ რამდენიმე არგუმენტს რაც განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ოცნების ასე ვთქვათ პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე მათი თქვათ ეს მემარჯვენე პოპულისტური განცხადებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა ესეთ პელპელ ფრაზებს რომ მაგალითად დემოგრაფიულ პრობლემებზე და ამის მოსმენა განსაკუთრებით ასე ვთქვათ აღმაშფოთებელია იმ დროს როდესაც იგივე ჯგუფი ცდილობს ასე ვთქვათ ქართული იდენტობიდან გარიყოს მილიონზე მეტი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ ცხოვრები ადამიანის რაც სახელმწიფოს დაკავშირებს, ერთ-ერთი არის არჩევნის უფლება და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ ცხოვრები ადამიანის დიდი ნაწილი, რომელსაც მოქალაქეობა იმ ქვეყნის არ აქვს, ან თუნდაც ან არ აქვს, თქვათ, მუდმივი ცხოვრების უფლება, ისინი არ არიან იმ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჩვენი თქვათ ემიგრაციის ქვეყნიდან გვართმევს ჩვენი ხმის უფლებას ისინი აი ამ კავშირს რაც ჩვენ საქართველოს შეიძლება გქონდეს სულად წყვეტენ და უამრავი კვლევა აჩვენებს რომ პოლიტიკური უფლების წართმევა არის პირველი ნაბიჯი გადადგმული ასე ვთქვათ საბოლოო ასიმილაციისკენ იმ ქვეყანაში სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ მაგრამ მეორე მხრივ ამას აი ამ საარჩევნო უფლებაზე უფლების შიში ქართული ოცნებიდან ან ნებისმიერი მეტნაკლებად ავტორიტარული ხელისუფლებიდან ძირითად შემთხვევაში მოდის იმიტომ რომ ესე ვთქვათ ეს ანტიკლიენტალიზმის არგუმენტია რომელიც პრინციპში საზღვარგარეთ ცხოვრება ადამიანზე ნაკლები კონტროლი აქვს სახელმწიფო უწყებებს დიასპორა არის მეტნაკლებად ერთადერთი ამორჩეული ჯგუფი რომლის სხვადასხვა გზით გაშინება ან მოსყიდვა ქართული ოცნების ან ნებისმიერი სხვა მთავრობის წარმომადგენლებს არ შეუძლია, იმიტომ რომ ის ეკონომიკურად და სოციალურად და კულტურულადაც ძირითადად გაცილებით უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე შეიძლება საქართველოს ფარგლებში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანი და ეს ასე ვთქვათ შიშის სარცემს განსაკუთრებით ალბათ აი მოლდავეთის მაგალითს რო უყურებდნენ ბოლოს. აი ეს იყო რაც ისი დამატებაც მიყოდა. ესე იგი დათომ თქვა შემთხვევაში გავჩერდები. დათომ გითხრა რამდენიმე პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენმა
თანამოქალაქეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და რომელსაც იყენებენ, ეს არის საელჩოსთვის მიმართვა, ამისთვის საუკეთესო ვარიანტი არის დაუკავშირდეს ადამიანი იმ ქვეყნის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას, რომელშიც ის ცხოვრობს, დაამყაროს კავშირი და შემდეგ უკვე ერთობლივი ნაბიჯები გადადგან საელჩოებზე ზეწოლის თვალსაზრისით. ეს მაინდამაინც ის სამართლებრივი პროცედურა კი არ არის, ეს არის ზეწოლის მექანიზმი, პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამართლებრივ რაღაცა ფორმას ითვალისწინებდეს წერილის მომზადებას და შეტანას, ხო? ეს არის ერთი. მეორე, ეს არის იმ განწყობის და იმ უკმაყოფილების, რომელიც არსებობს დიასპორაში ამ განწყობლების მიმართ, გამოტანა სოციალური მედიის მეშვეობით და დათომი ლაპარაკა, რომ არსებობს Facebook ჯგუფი ემიგრანტები ხმის უფლებისთვის, რომელსაც შეგიძლიათ დაემატოთ, იქ იგეგმება ნაბიჯები, სხვადასხვა ნაბიჯები ამ ქართული ოცნების ამ მოქმედების გასაპროტესტებლად, იქ ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას სხვადასხვა ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადადგეს, იქ ზიარდება ეს პეტიცია, რომელზეც დათომ ილაპარაკა და რომელსაც უკვე რამდენიმე 1000 ხელმომწერი ყავს. და ასევე მესამე, რაც შეუძლია გააკეთოს იმ ადამიანს, რომელიც ამ პრობლემით არის შეწუხებული, აი იგივე ამ ჯგუფში, Facebook ჯგუფში, რომლის სახელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ემიგრანტები ხმის უფლებისთვის, რომელსაც მოგიწოდებთ, რომ გაწევრიანდეთ, იდება ვიდეოები, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ, საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავენ და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე თქვენ შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, გაუზიაროთ სხვებს, იყოთ მაგალითი იმისა, რომ აიმაღლოთ ხმა საკუთარი უფლებების დასაცავად და საკუთარი შელახული ინტერესების არტიკულირებისთვის. ლაივის პერიოდში შეგიძლიათ მოგწეროთ ასევე შეკითხვები. ჩვენ რამდენიმე კითხვა ლაივის დაწყებამდეც მივიღეთ. დაახლოებით ერთად თავმოყრილი რაც იყო, რატო ართმევენ ამ უფლებას და რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს ნაწილობრივ უპასუხეთ. კიდე იყო უფრო ესეთ კონკრეტულისკენ მიმართული კითხვები, მაგალითად, ვინც საზღვარგარეთ ვართ და საქართველოში აღარ გვაქვს მუდმივი საცხოვრებელი, ანუ მისამართი არ აქვთ. კიდევაც რომ ჩამოვიდნენ აქ, როგორ მიიღებენ მონაწილეობას და სად მისცემენ ხმას, ხო? ეს უკვე ადმინისტრირების საკითხია რეალურად. მაგაზე ჯერჯერობით არ ვფიქრიათ, მხოლოდ როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე არის საუბარი. ხო, ამაზე დააზუსტება არ არის ხო. კი, ალბათ ნელ-ნელა დააზუსტებენ, რომ მართლაც თუ მოინდომა ამ ხალხმა მართლა ჩამოსვლა საქართველოში. მან თავი გათვლა მან ხო ის არის, რომ სინამდვილეში ძალიან ცოტა ადამიანი ჩამოვა, ხო? შეიძლება რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეძლოს ჩამოსვლა და ხმის მიცემა და ერთ-ერთი მოქალაქე წერს კიდევაც, რომ მართლა რო ჩამოგა, აი წარმოიდგინეთ, რომ ჩამოვიდეთ, რა საქართველოს სატრანსპორტო, საჰაერო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები რამდენად გაუძლებენ საერთოდ, ხო, ცხადია, ვერ გაუძლებენ, მაგრამ არც არავინ არ თulis მაგაზე, რომ ვინმე მართლა ჩამოვა, მნიშვნელოვანი რაოდენობა, იმიტომ რომ ამოცანა არის, უბრალოდ ხმას ქართული ოცნება ვერ იღებდა ხმებს ემიგრაციაში და დათომ ძალიან კარგად ახსნა, რატო ვერ იღებდა სათანადო ხმებს, იმიტომ რომ არ ქონდა გავლენის საშუალებები და ბერკეტები და გადაწყვიტა, რომ უბრალოდ ეს ხალხი გაექრო. ანუ არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. არ არის ოპოზიციური აზრი, არ არის განსხვავებული აზრი. და ამას ემატება ის საფრთხეც, რომ ეს ემიგრანტების დიდი სიები მოხდება ქვეყნის შიდა მთლიან სიაში, რაც манипуლირების და გაყალბების ძალიან დიდ შანსსაც წინაარჩევნების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, ხო ის იყო, რომ манипуლაციის ერთ-ერთი მექანიზმი
ზუსტად არსებობდა ეჭვი, რომ იყო ის იმ ადამიანების ნაცვლად ხმის მიცემა, ვინც არ იმყოფებოდა საქართველოში. ნამდვილად ვერ მივიდოდა. ხო, ვინც ნამდვილად ვერ მივიდოდა, ხო? იმიტომ რომ იცოდნენ ხა საქართველოში ვინ არის სახელმწიფო, ეს იცის, ხო? საზღვისკვეთის მონაცემების გათვალისწინებით და ვინც იცოდნენ რომ ნამდვილად არ იქნება თუ შეხარ ხელისუფლება და გინდა არჩევნებზე ზემოქმედო, ვინმე სხმა გამოიყენო და ვინმე სხმა მიითვისო და საკუთარ თავს დაუწერო, პირველ რიგში გამოიყენებ იმათ ხმას, ვინც იცი რომ არჩევნებზე არ მოვა, ხო? და ვინც არჩევნებზე არ მოვა, ეს არის ემიგრაცია და ქართული ოცნება რას აკეთებს? მარტო ხმას კი არ ჩამოართმევს, ანუ მარტო იმ ხმებს კი არ ჩახსნის პოლიტიკური პროცესიდან, რომელიც მის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი, ესე იგი ემიგრაციის ხმებს. არამედ ქართული ოცნება ქმნის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანების ხმები საკუთარი ყულაბისკენ გადაამისამართოს. ანუ აი ორი კურდღლის დაჭერა უნდა რა, ოპოზიციას წაართვას და თვითონ დაიწეროს მერე ეს ჰაერში დარჩენილი ხმები. და მესამე მართალი ხარ, მესამე არის, რომ რაც უფრო ცოტა ადამიანი მიდის არჩევნებზე, მით უფრო ესე იგი მაღალ პროცენტს ნიშნავს შენი ხმები. აი მაგალითად ქართულმა ოცნებამ ამ მანიპულირებული არჩევნების შედეგად დაწერა, რომ მიიღო თქვათ 1,100,000 ხმა, ხო? ან 1,200,000 ხმა, ან მილიონი ხმა, ხო? ამისი წილი თუ ვთქვათ ემიგრანტების მონაწილეობის პირობებში იყო სიტყვაზე 55%. გახდება 60%. ხო? იმიტომ რომ საერთო ყულაბიდან გამოვაკლდება ხმების რაოდენობა და ამიტომ რახან ოპოზიციური ხმები ყულაბას აკლდება, შენ ხმებს კი არ იმატებ, მაგრამ ამ ხმების პროცენტული წილი საერთო რაოდენობასთან მიმართებაში გეზრდება. ეგ არის მესამე ამოცანა ზუსტად, რომ შეამციროს ამომრჩევის რაოდენობა და შესაბამისად მისი გარანტირებული ხმები, რაც აქ და წარმოუდგენია, რომ შეუძლია ზოგი ნამდვილად და ზოგი ზეწოლით და ზოგი კიდე სხვა მანიპულაციით დაიწეროს, საბოლოო ჯამში ეს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე თქვათ სხვა შემთხვევაში იქნებოდა და ეს კიდე ნიშნავს იმას, რომ ამოცანა რომ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა, რაც მეერე შენ საშუალებას მოგცემს, რომ მაჟორიტარული სისტემა დააბრუნო და კიდე უფრო გაიადვილო და საბოლოოდ რაღაცა თითქმის შეუძლებელი გახადოს შენი დამარცხება არჩევნებში, მაგას მიაღწია, ხო? ქართული ოცნება ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე გვეუბნებოდა, რომ მისი ამოცანა არის კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება. და ამ პროცენტული მანიპულირებით პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი მარტივად ხო, შესაძლებელია ამას მიაღწია. ხო, მით უმეტეს რომ ამასობაში აგერ ოპოზიციას აუქმებ, ფაქტობრივად პარტიების აკრძალვა მაგას ნიშნავს, დაფინანსების გზებს მთლიანად ახშობ, უამრავ ადამიანს, ათობით ადამიანს ციხეში გამოკეტავ და ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ აი მომდევნო არჩევნები რომ მოვა, იქნება ეს რიგ გარეშე თუ მორიგი არჩევნები, შენ ფაქტობრივად ძალიან გამარტივებული კონდეს შესაძლებლობები, რომ არჩევნე დაიწერო ის შედეგი, რაც არაფერი კავშირი არ ექნება ლეგიტიმაციასთან, ანუ მოქალაქეების მხარდაჭერასთან. აქ ჩვენთან შემოვიდა ესეთი შეკითხვა ისევ საელჩოებზე, რა შეიძლება რა ბერკეტი მოვახდინოთ, ხო, სამართლებრივად. ნაწილობრივ ახსენე, რომ უფრო მეტად უფრო პოლიტიკური ასე ვთქვათ, ზეწოლა შეიძლება მოხდეს და მოთხოვნები მათ მიმართ, რომ ხარი დაუჭირონ. სამართლებრივად მე დავუშვათ მოვიყვანდი კონსტიტუციის მე-6 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ იზრუნოს უცხოეთში ცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სოციალური უფლება, რომელიც იცით, რომ სოციალური უფლებები ნაკლებად რეალიზებადია ხოლმე და ნაკლებად შეიძლება წაუყენოს სახელმწიფოს რაიმე ვალდებულებად, მაგრამ კონსტიტუციურად არსებობს ეს მათი უფლება ემიგრანტების, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მათ
კავშირზე. საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში, ხო, სადაც წერია, რომ მოქალაქეს უფლება აქვს ხმა მისცეს ისარგებლოს ხმის მისცემის უფლებით. მაგას თუ განვიხილავთ, აი მაგ ჩანაწერთან ერთად, რომელიც ჩვენ წაიკითხე ახლა, რომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს სამშობლოს გარეთ მყოფი მოქალაქეების კავშირის შენარჩუნებაზე წარმოშობის ქვეყანასთან, ფაქტობრივად ძალიან მარტივი არის სახელმწიფოს ვალდებულების გამოკვეთა, რომ მათ შორის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების კავშირის შენარჩუნება, არის საარჩევნო უფლება. და ბევრი ქვეყანა სხვათა შორის, აი მაგაზეც გითხარი რა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ მაგაზე მუშაობდი, ბევრი ქვეყანა საერთოდ იყენებს დიასპორის წარმომადგენლების ინსტიტუტსაც კი, რომ დიასპორას აქვს უფლება აირჩიოს დეპუტატები პარლამენტში. Ну, ამას ახლა ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ აქ, მაგრამ ეგ მაგალითი შეგიძლია ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის განვიხილოთ, თუმცა იქამდე მე დავასრულებ იმას და ვიტყვი, რომ მოკლედ ჩვენი კონსტიტუცია პირდაპირ ავალებს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების ბმა, როდესაც ისინი ემიგრაციაში არიან თავიანთ ქვეყანასთან და არაფერი არ არის იმაზე უფრო მჭიდრო კავშირი, როგორც მოქალაქის პოლიტიკური უფლება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ბედის განსაზღვრაში და იმის განსაზღვრაში ვინ მართავდეს მის ქვეყანას და უშუალოდ მას. არჩევნებით შეიძლება მოხდეს, სხვა ვერაფრით არ მოხდება. და ეს არის რეალურად საერთო არჩევნებთან მიმართებაში მოქმედებს ეს ვალდებულება. ვიცით, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ აქვთ. და გამოიგებს ეს არგუმენტი, რომ აი ადგილობრივ არჩევნებში არ აქვთ და რა მოხდა, რომ იქაც მაგის შედარება მინდა, ხო? რატო არ აქვთ ადგილობრივ არჩევნებში, ხო? რატო არ არის პრობლემა? ხო, განსხვავდება ცენტრალური მოწესრიგების საკითხები და ძირითადი მთლიანი ქვეყნის პოლიტიკა იმ ადგილობრივისგან, რასაც ანუ სერვისების მოწესრიგებისგან და ასე შემდეგ, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს. პირიქით ადგილობრივთან მიმართებაში არის ისეთი ტენდენცია, რომ ადგილზე მცხოვრებ უცხოელებს აძლევენ მონაწილეობის უფლებას ადგილობრივ არჩევნებში, ვიდრე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტს. იმიტომ რომ იმან მართლაც არ იცის ის საჭიროება, რაც კონკრეტულ ქუჩაზე შეიძლება იყოს. აი, აქ არის ცოდნის მომენტი და არა ქვეყნის ზოგად მდგომარეობაზე. იმიტომ რომ თვითონ ემიგრაცია, ეს ფაქტი და ის რიცხვები, რამდენიც, აი 25%-ია ემიგრაციაში, ხო, რო ვამბობთ. აი ეს თვითონ ეს ციფრიც კი უთითებს იმაზე, რომ ისინი ყველაზე მეტად ერკვევიან ქვეყანაში რა ხდება. და ოცნება რატომღაც უყურებს, რომ არჩევნებს უყურებს მარტო იმიტომ, რომ რაღაცა კარგი ხდება ქვეყანაში და ამაზე ვერ ხედავენ. ეს არ არის პრობლემა. არჩევნების დანიშნულება არის ის, რომ სამომავლოდ გადაწყვეტო რა გინდა. და ის სამომავლოდ გადაწყვეტა მოქალაქეებისთვის, ემიგრანტი მოქალაქეებისთვის არის ზუსტად არჩევნებში მონაწილეობის ინსტრუმენტი. რო ზოგიერთ ქვეყანაში ემიგრანტებს საერთოდ საკუთარ დეპუტატები კი, საკუთარ დეპუტატები. კი, ახლა მაგაზე გადავალ. აი როგორ უზრუნველყოფენ, აი დეპუტატებამდე კიდე არის რამდენიმე მექანიზმი, რითაც უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფო თავიანთი ემიგრანტების არჩევნო უფლების დაცვას. ზოგიერთი ამისთვის იყენებს ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემას. ეს აქვს დანერგილი. ზოგი იყენებს ელექტრონულად, რომელიც ტესტირების რეჟიმშია და ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს რაღაც საინფორმაციო უსაფრთხოებიდან, ინფორმაციული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე აპრობირებული არის საელჩოების და საკონსულოების მეშვეობით ხმის მიცემა. საელჩოებს, ანუ რისთვის არსებობენ ეს საელჩოები, ხო? იქ იმ ქვეყნებში, სადაც დიასპორის გარკვეული რაოდენობა გროვდება, მათი უფლებები და ინტერესები რო იყოს დაცული მაქსიმალურად და ჭიდრო კავშირი შეუქმნას მათ წარმოშობის ქვეყანასთან, ხო? აი ის მუხლები, რომელიც ახლა ვახსენეთ, ხო, საარჩევნო უფლების და პლუს სოციალური უფლების, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კუთხით საკონსტიტუციაში დავაც. ცალკე ამის საფუძველზე ვერ მოსთხოვ სახელმწიფოს. მაგრამ კავშირში, საკონსტიტუციაში მოდი შევთავაზოთ, რომ ეს დავა იქნებოდა. ხო,
არის უმარტივესი დავა, ძალიან ადვილად შეიძლება ამ საქმის წაღება საკონსტიტუციო სასამართლოში და დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს ემიგრანტების უფლებების დაცვის, ვიდრე ზოგადად საერთაშორისო და მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ამიტომ ძალიან მარტივი იქნებოდა ჩვენ რომ აი ოდნავ მაინც ნორმალური საკონსტიტუციო სასამართლო გქონდეს და 1% მაინც არსებობდეს შანსი იმისი რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას ობიექტურად განიხილავს აი მე როგორც მაგ დარგის სპეციალისტი მაგ საქმეს ფაქტობრივად 99%-იან შანსს მივცემდი რა მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოვა ამიტომ ჩვენ დაგვჭა პოლიტიკური ინსტრუმენტები და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომელიც ცოტათი მოუქნელია და გაწელილია და დიდი ხანი გრძელდება და ამ პოლიტიკური ინსტრუმენტებიდან ცხადია, ნაწილზე ვილაპარაკეთ და საელჩოებს ეს ეწოლა, ასევე არის მნიშვნელოვანი და იმ ადამიანების გააქტიურება, ვინც საქართველოში ცხოვრობენ და არიან ემიგრანტების ოჯახის წევრები, რომ აი, იმიტომ რომ ემიგრანტებს უკვე ხმის უფლებას ჩამოართმევენ და მათი უკმაყოფილება ხმაში არ გადაითარგმნება, ხო? იმისთვის ჩამოშორდებიან ისინი, ასე ვთქვათ, საარჩევნო პროცესს, მაგრამ მათი ოჯახის წევრები, რომ საქართველოში ცხოვრობენ, ხო არიან და მათი უკმაყოფილება შეიძლება იყოს გარკვეული მნიშვნელობის მატარებელი ქართული ოცნებისთვის და ეს უკმაყოფილება ძალიან მკაფიოდ უნდა გამოითქვას, მაგრამ აი უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, წინ უნდა უძღოდეს თავად ემიგრანტების უკმაყოფილება და აი კიდე ერთხელ მოგიწოდებთ შეუერთდეთ ამ Facebook ჯგუფს ემიგრანტები ხმის უფლებისთვის ჩაწეროთ ვიდეოები, გაავრცელოთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას და გამოხატოთ თქვენი პროტესტი ჩვენ საელჩოებთან და საკონსულოებთან და ისევ ხმის დელეგატებს ხო ასე ვთქვათ პარლამენტებში ყავთ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აი 10-დან 20-მდე წარმომადგენლები რომლებსაც ირჩევენ ემიგრანტები და ისინი საფრანგეთში არის როგორც საფრანგეთსაც აქვს და იტალიასაც აქვს საფრანგეთს ხოთ შორის ემიგრანტებთან მიმართებაში ყველაზე კარგი და მოქნილი სისტემა აქვს ყველაზე მეტად არის დაცული სხვა ქვეყნებში ზოგიერთმა მართლაც რო იფიქრა კავშირის გაწყვეტაზე, იქ რაღაც ცენზები დააწესა ქვეყანაში ცხოვრების არ ცხოვრების ძალიან დიდი ბევრნაირი და აქ ხო 25 წელზე მეტი და ანუ საერთოდ რო კავშირი აღარ აქვს, ხო? და ჩვენთან პირდაპირ უბრალოდ პირდაპირ უქმდება. მოკლედ ყველა ქვეყანა უფრო და უფრო ცდილობს რომ ეს ადამიანები ჩართონ, იმიტომ რომ გაზრდილია ემიგრანტები, მიგრაციის მაჩვენებელი არის ზოგადად ქვეყანაში გაზრდილი. უფრო და უფრო იზრდება. და ის რო არ დაიკარგოს მათი წვდომა, ამიტომაც ყველა ესეც ცდილობს. ქართული ოცნების არგუმენტები არის ძალიან მოძველები. განა ეს არგუმენტები არსებობდა, მაგრამ ეს არგუმენტები არსებობდა 2000-იან წლებში. ხო, 50 წლის წინ რა და დღეს უკვე ტენდენცია არის, რომ ჩვენ თუ ჩავხედავთ თქვა სხვადასხვა დოკუმენტებს, რომელიც აი იკვლევს ამ პრაქტიკას. პრაქტიკა არის ცალსახად, რომ უფრო და უფრო მარტივდება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის და ფაკულტატურ ვალდებულებას ეძახიან ამას ქვეყნებისთვის, რომ აი ეს მექანიზმები ნელ-ნელა შემოიტანონ. მოდი დათოს კიდე ერთხელ მივცეთ საშუალება ჩართვის და ჩვენც ნელ-ნელა მერე თითო შემაჯამებელი გამოსვლა გქონდეს იმ კითხვების შესაბამისად, რომელიც დაგვრჩა. მადლობა ხუშტი ერთ რაღაცას ვიტყოდი აი ლაპარაკია იმაზე რომ აი ჩამოვიდნენ და ხმავისდნენ რაღაც ნება იბოძონ და ისე რაღაც შეურაცხყოფილად რა პრინციპში ეხა ისე გამოჩნდა რომ ანუ ნაწილობრივ ოცნება აღიარებს რომ ანუ ჩვენ მათი ამორჩენები არ ვართ რა და ანუ ცოტა ისე აგდებით უნდა გველაპარაკოს რა ანუ აღარ მივეცით ხმა ეხა ბოლო რამდენიმე არჩევნები და ამიტომ ეხა ცოტა სხვანაირად უნდა მოგვექცენ მაგრამ ეს გვერდზე რომ გადავდოთ არჩევნებში მონაწილეობა ხმის მიცემა ანუ იმას კი არ ვამბობ რომ ესე არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ანუ მაგრამ ხმას რო ვაძლევთ ხშირ შემთხვევაში ალბათ ავიღეთ 50%-ზე მეტი ვინც საზღვარგარეთ აძლევს ხმას სადღაც წასვლა უწევს ყოველ შემთხვევაში თავი საკუთარი ქალაქის გარეთ და ხშირ შემთხვევაში ეს 2-3 საათი მგზავრობა არის მინიმუმ, რადგან ერთის მხრივ შეიძლება საქართველოს როგორც
არც ისე მდიდარი ქვეყანა შეიძლება იმდენი რესურსი არ ქონდეს, რომ ყველა ქალაქში გახსნას ან ბევრ ქალაქში გახსნას უფრო საარჩევნო უბანი ვიდრე ეს არის, მაგრამ მაგალითად კანადაში რო ავიღოთ, არის მეგონი 1 თუ 2 საარჩევნო უბანი და არის კანადა უზარმაზარი ქვეყანა. ასევე არის ამერიკაში, ასევე არის გერმანიის სხვადასხვა ნაწილებში. ანუ თუნდაც გერმანიაში ხმა მისცე უამრავი სხვადასხვა ქალაქიდან რამდენიმე საათი მაინც უნდა იგზავნო, რომ ერთი გზა მეორე გზა უკან ეს ზოგიერთ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ის სამუშაო დღე უნდა დაკარგო, თუ კვირის დღეები არის, სამუშაო კვირის დღე არის, ან თუ მუშაობ არასტანდარტულ სამუშაო საათებში, ასე ვთქვათ, და ეს უკვე ნიშნავს საკმაოდ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან გააზრებულ ინვესტიციას, რასაც ჩვენ არავის არ ვამატებთ აქამდე და ეხლა ქართული ოცნება სხვანაირად გვამართლის, რომ პირიქით საქართველოსთან ჩავიდეთ და იმას თუ გავითვალისწინებთ, ასევე სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომელშიც აკრძალულია ეს, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება არ აქვს მოქალაქეებს. ეს ქვეყნები, ეს არ ვიცი ახლა ესე მოხდა თუ ასე ვთქვათ, მიზეთ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, არიან საკმაოდ მდიდარი ქვეყნები. არც ირლანდია, არც მალტის მოქალაქეებს იმდენად არ აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმის პრობლემა, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც მუშაობენ იქიდან, როგორც შეიძლება ქონდეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შეიძლება ცხოვრობს ატლანტის შტატში, ან არის დუბაიში მუშაობდეს, ან პოლონეთში. იმ შემთხვევაში ეს არის რომ იციან, რომ ეს სავალოდ არ მოხდება და ვერ გაწდება ამ ემიგრანტის ხელი ამ რაღაცა, ამ ასე ვთქვათ ბილეთზე, რაღაცა მაგიტომაც ვიყენებენ ასეთი საკუთარი უპირატესობის მოსაპოვებლად და ეს შენ კარგად აღნიშნე, რომ ისინი არა მარტო ოპოზიციას დააკარგვინებენ ამ მორჩეულს, ისინი საკუთარ პროცენტულ წილს გაიზრდიან არჩევნებში იმით, რომ ამოვარდება რაღაც დიდი ნაწილი ხმის მიმცემის და ეს რაც ხდება არის სრული საპირისპირო სტანდარტი, რაც შეიძლება 21 საუკუნეში ვთქვათ დემოკრატიული სტანდარტების საპირისპირო რაც შეიძლება ხდებოდეს. უამრავი არა მაქვს ყოველში ქვეყნების დიდი ნაწილი ცდილობენ, რომ ხმის მიცემის უფლება კი შეზღუდონ, გააფართოვონ და წვდომა გაზარდონ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება იმ ქვეყანაში იმას არ ცხოვრობენ, ან ეს იყოს ელექტრონულად, როგორც აღნიშნეთ, ან პოსტით და ასე ვთქვათ, რაღაც მოქალაქეობის სტანდარტი და დემოკრატიული სახელმწიფოს ვთქვათ, მათ მიმართ რაღაც ვალდებულების სტანდარტი გაიზარდოს ამ ხელ. და ერთსაც დავამატებ, საზოგადოებრივ როცა ვცხოვრობ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ აქ ადგილობრივი აქ ზოგადად ხმის მიცემის უფლება ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს. ზოგიერთ ქვეყანას დიდი ხნის შემდეგ გვანიჭებს ამის უფლებას, შვეიცარიაში განსაკუთრებით დიდი ხანი უნდა ელოდო, 10 წელი უნდა ელოდო, რომ მოქალაქეობაზე შეძლო განაცხადის შეტანა და ამ პერიოდში ფაქტიურად არანაირი ხმის უფლება არ აქვს. ანუ შენ მოწყვეტილი ხარ ამ პოლიტიკურ რეალობას და ერთადერთი რაც აქტიურ პოლიტიკურ სუბიექტად გაქცევს არის ის, რომ შენ სამშობლოში შეიძლება ხმა მისცე. და აი ამ რეალობის გათვალისწინებით, აი ამაზე რო ვფიქრობ, შეიძლება ეს ხმაც დაკარგო, მეგონი ეს უნდა იყოს ჩვენი განსაკუთრებული გაბრაზების მიზეზი სხვა მიზეზთან ერთად და მეგონი აი ეს ინიციატივა განსაკუთრებით კარგად აჩვენებს ქართული ოცნების მომავალ გეგმებზე წარმოდგენას, რომ აი რა სახელმწიფო თუ რა თუნდაც რომ ჩამოყალიბდნენ, რომ ესე იგი ხმის მიცემა კი არ გაამარტივონ ან გააუძლებეს სტანდარტის შემდეგ. არამედ ვინც აძლევდა ხმას ეს 30-35 წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ჯგუფები იქიდანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი ესე ვთქვათ ამოშალონ ერთი ხელის ერთი მოსმით მოყოლით. ეგ მართლა ძალიან საინტერესო ასპექტი არის, უბრალოდ აი ეხა მაგისი დრო აღარ არის მსჯელობისთვის, მაგრამ ის რომ როგორ ხდება ადამიანი პოლიტიკურად ესე იგი უნიადაგო, როდესაც იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობს ვერ ახერხებს
ანუ არ არის პოლიტიკის სუბიექტი და საკუთარი წარმოშობის ქვეყანას ართმევს ფაქტობრივად მოქალაქეობას რად იქცევა ის რა მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილე შრომით ძალას რომელსაც არავით არის გავლენა არც იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობს და არც საკუთარი წარმოშობის ქვეყანაში არ აქვს პოლიტიკურ პროცესებზე რა ფაქტობრივად არის რაღაცა შიშველი სამუშაო ძალა რომლის პოლიტიკური ღირებულება არ არსებობს და არის მხოლოდ რაღაცა ხო მხოლოდ რაღაცა ენერგია რომელიც გარკვეულ სამუშაოს ასრულებს და თქვათ იმაშება ეკონომიკის ამოძრავებაში იმ ქვეყანაშიც და წარმოშობის ქვეყანაში იმიტომ რომ ფულს აგზავნის შეაქვს წვლილი თუმცა არ შეუძლია განსაზღვროს ამ ფინანსური ესე იგი შედეგების ბედი. კარგი, ამას კიდე სხვა ტიპის ანალიზი და სხვა ტიპის განხილვა სჭირდება. მოდი ნინო, ჩვენ მაყურებელმა ვკითხა რა ვალდებ კიდე ერთხელ აი ეს საელჩოებს უტრიალებს როგორც ჩანს ბევრი ემიგრანტი თანამოქალაქის აზრი და ეს ბუნებრივია ხო იმიტომ რომ ეგ არის მის ბმა და რაც საქართველოს წარმომადგენლობა რასთანაც შეუძლია პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების საქართველოს მოქალაქე და აი მოდი კიდე ერთხელ გავცეთ ამ კითხვას პასუხი რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთონ საელჩოებთან ხო კი როგორც ვთქვით აი პირდაპირი ესე ვალდებულება საელჩოების ან ბერკეტი რამე რა გქონდეთ მათ გავლენის ამ გადაწყვეტილებებზე არ არსებობს სამართლებრივად არ არის თუმცა რო ამოვიდეთ იქედან რა დანიშნულება აქვს საელჩოებს ხო საელჩოები არიან საქართველოს ნაწილი სხვა ქვეყნებში, რომელთა ძირითადი მანდატი არის ის, რომ იქ მცხოვრები ქართველების ინტერესები, უფლებები წარმოადგინონ. თუ საარჩევნო უფლებას დაუკარგავ მოქალაქეს იქ, სხვა კიდე რა უნდა იყოს ამაზე მძიმე, რომ დაგჭირდეს საელჩო, რომ დაგეხმაროს. ისევე როგორც აქ სახელმწიფო არის ვალდებული, აქ ეროვნული სახელმწიფო რომ უზრუნველყოს ემიგრანტების უფლებები იქნება თუ აქ მცხოვრები ადამიანების უფლებები, ისე არის საელჩოც. ანუ საელჩო უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ანუ აქაური ხელისუფლება. უბრალოდ იქ არის განთავსებული ფიზიკურად. და იგივენაირად შეიძლება მას მოსთხოვო უფლებების. კი, მთავრობის ნაწილი, ანუ ფილიალი არის აქაური სახელმწიფოსი იმ შესაბამის ქვეყანაში. ანუ სადაც არ არის საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა, იქ არც არის ხო საელჩო. ეს ხო მოქალაქეების რაოდენობიდან და დიასპორის სიდიდიდან გამომდინარე ხდება. და მაშინ რაში გვჭირდება საელჩო ზოგადად იმ ქვეყანაში თუ მის უფლებებს არ დაიცავს. ესე იგი, რა შეუძლიათ გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებს? საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ შეხვედრა ელჩებთან და კონსულებთან, შეუძლიათ შეიკრიბონ და აქციები გამართონ საელჩოებთან, პეტიციები გამოიყენონ მექანიზმი, მოამზადონ წერილები, მოაწერინონ ხელი იმ ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და აი ამ წერილებით შეხვდნენ ელჩებს და საქართველოს წარმომადგენლებს და მოსთხოვონ ინტერესების გათვალისწინება, ანუ გამოიყენონ ყველა ის პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მათ ხელში არის, იმიტომ როგორც შენ თქვი, საელჩო არის საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის წარმომადგენელი კონკრეტულ ქვეყანაში და ისინი ვალდებული არიან გამოეხმაურონ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს შეხვედრის მოთხოვნა იქნება ეს აქციის დროს გამოხმობა თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია და ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ბერკეტი ზეწოლის ამ მიმართულებით. ესე იგი, კიდევ ჩაანაცვლა საქართველოში ჩამოსვლის შეუძლებლობას ეგ მომენტი, რომ იქ მივლენ და მოდი ნელ-ნელა ეხლა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ლაივი, დავასრულოთ მოწოდებით, რომ შემოუერთდით მეგობრებო
Facebook ჯგუფს ემიგრანტები ხმის უფლებისთვის მოაწერეთ პეტიციას ხელი, ეს პეტიცია დევს აი ამ ჯგუფში, Facebook ჯგუფში მარტივად იპოვით, ინსტრუქციებიც არის როგორ უნდა შეავსოთ ის და ჩაწერეთ თქვენი ვიდეოები, გამოაქვეყნეთ, ილაპარაკეთ იმაზე, რატომ გონიათ, რომ ეს არის უსამართლო განწყობილება ქართული ოცნების მხრიდან. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით, მადლობა რომ დაგვისვით კითხვები, მადლობა რომ გვიყურებდით და თუ კიდევ დაგროვდება რაღაცა კითხვების რაოდენობა, შეგვიძლია ჩვენ კიდევ გავაკეთოთ ლაივი, ან ჩვენმა მეგობრებმა, სხვა პროფესიის ადამიანებმა, იმიტომ შეიძლება სხვა პროფესიასთან იყოს ადეკვატური ეს შეკითხვები ლაივის მიმართ გამოგვიგზავნონ და ჩაწერონ ვიდეო მიმართვები. შეგვიძლია ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ კითხვებს ლაივის მეშვეობით ან წერილობითაც, ასე რომ მეგობრებო იაქტიურეთ და ერთად ჩვენ ქვეყნის შიგნით შევეცდებით თქვენი ინტერესების დაცვას და ქვეყნის გარეთ ვილაპარაკეთ, რისი გაკეთება შეიძლება საარჩევნო უფლების დასაცავად ემიგრანტების მხრიდან. დიდი მადლობა. ნახვამდის.